ზოგჯერ დედამიწაზე ყველაზე საშინელი ადგილები ის ადგილებია, რომელთა შესახებ თითქმის არაფერი არ გვსმენია. რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები პირდაპირ პატიმრებად იბადებიან? იქ ბავშვებს არასდროს არ სმენიათ სიტყვა თავისუფლება. ადამიანებმა არ იციან, რა არის სიყვარული, ოჯახი ან თავისუფალი ნება. საშინელებათა ფილმის სიუჟეტივით ან სერიალივით ჟღერს არა. თუმცა ეს რეალობაა, რომელიც დღესაც ხდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეაში. ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ბანაკები, რომელზეც ინფორმაცია ოფიციალურად არ არსებობს. ისინი არც ტურისტულ რუკაზე არ არის დატანილი და მასზე არც ტელევიზიის საშუალებით არ გვეყვებიან. თუმცა თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები და ყოფილი პატიმრები ადასტურებენ იმას, რომ მავთულხლართების მიღმა ტერიტორიაზე 10,000-ობით ადამიანი იმყოფება. ადამიანები, რომელთაგან ზოგს არც არაფერი დაუშავებია. მათი ბრალი მხოლოდ ისაა, რომ რომელიღაცა ნათესავმა ოდესღაც მმართველი ძალის საწინააღმდეგო რაიმე ფრაზა თქვა. და ასეთ დროს იქ ისჯება არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ უკეთეს შემთხვევაში მისი მთელი ოჯახი. ხოლო უარეს შემთხვევაში მომავალი 3 თაობაც კი. ისინი იგზავნებიან ადგილებში, რომელსაც პოლიტიკური ბანაკები ეწოდება. ყველაზე ცნობილად ითვლება ის, რომელიც რუკაზე უბრალო რიცხვითაა დატანილი, მე-14 ბანაკი. ამ ბანაკს სრული კონტროლის ზონასაც უწოდებენ, რადგან ადამიანები იქ იგზავნებიან სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ყველანაირი სასამართლოს, ადვოკატის და უკან დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე. ყოფილი პატიმრების თქმით, იქ მოხვედრილ ხალხს და მათ შორის ბავშვებს ასწავლიან მხოლოდ ერთ რაღაცას. მუშაობას მაღაროებში, მინდვრებსა და ქარხნებში, ზოგჯერ დღეში 14-16 საათის განმავლობაში. პატარა შეცდომაზეც კი სასტიკად აწამებენ. ხოლო თუ კი ვინმეს თავში გაქცევის გეგმა გაუელვებს და ამას შეეცდება, მათ სიკვდილით სჯიან. მაგრამ ესეც არ არის ყველაზე დიდი უბედურება. მთელი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ იქ უამრავი დაბადებული, გაზრდილი ადამიანია, რომლებმაც არც იციან ის, რომ ბანაკის მიღმა სრულიად სხვა სამყარო არსებობს. ისინი არასდროს ყოფილან გარეთ. არ უნახავთ ქალაქები, არასდროს გაუსინჯავთ ნორმალური საკვები, არასდროს სმენიათ არაფერი თავისუფლების შესახებ. წარმოდგენა არ აქვთ, როგორია ცხოვრება მავთულხლართების მიღმა. თუმცა ერთხელ ამ ადგილიდან ერთადერთმა ადამიანმა შეძლო გაღწევა. მისმა ისტორიამ მსოფლიო შეძრა და სწორედ მისი საშუალებით გაიგო ყველამ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რეალურად მე-14 ბანაკში. ამ ვიდეოში ვისაუბრებ სწორედ კემ-14-ზე, იმაზე თუ როგორ არის ჩრდილოეთ კორეაში პოლიტიკური ბანაკების სისტემა მოწყობილი და როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა გაქცევა იქიდან, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებლად ითვლებოდა. იმის მისახვედრად თუ რატომ ითვლება მე-14 ბანაკი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ადგილად, უნდა ვიცოდეთ ის, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთი ბანაკი, ეს არის მთელი სისტემა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში 10 წლეულებია, რაც არსებობს მთელი სისტემები ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ბანაკებისა, რომელსაც ქვალინსოს უწოდებენ. ანუ ბანაკებს იმ ადამიანთათვის, ვისაც სახელმწიფო მტრად მიიჩნევს. მთელი უბედურება ისაა, რომ იქ მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირები კი არ ხვდებიან, არამედ ისინიც, ვისაც უბრალოდ ერთი ეჭვი მაინც არსებობს. და ამ დროს ძალაში შედის წესი, რომელსაც სისხლით დანაშაული ჰქვია, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ერთი ადამიანი არის სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანილი, სასჯელს იხდის მისი მთელი ოჯახიც. მშობლები, შვილები, ბებია-ბაბუები და ნათესავები. ეს ადამიანები უჩინარდებიან ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. საზოგადოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან და ისე იგზავნებიან პოლიტიკურ ბანაკებში, რომ მათ თავის გამართლების არც უფლებას და არც საშუალებას არ აძლევენ. ალბათ, აქ გიჩნდებათ კითხვა. თუ ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული სახელმწიფოა, მაშინ საიდან გვაქვს ინფორმაცია მსგავსი ბანაკების შესახებ? თანაც ქვეყნის მმართველობა 10 წლეულების განმავლობაში ოფიციალურად უარყოფს მათ არსებობას. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება. ერთ-ერთი პირველ წყარო გახდა იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებმაც შეძლეს ქვეყნიდან გაქცევა. ზოგი მათგანი ყვებოდა იმ წლების შესახებ, რომელიც გაატარეს მსგავს ბანაკებში და მომავალში მათი ნაამბობი დადასტურდა სხვა წყაროებიდანაც, მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგად, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის გაეროს ადამიანის უფლებების საგამოძიებო კომისიის მიერ ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებული გამოძიება, რომელმაც 2014 წელს გამოაქვეყნა მასშტაბური ანგარიში ქვეყანაში ადამიანების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მათი დასკვნის თანახმად პოლიტიკურ ბანაკებში იმყოფებოდა 10
ათასობით პატიმარი. კომისიამ ბანაკების სისტემა აღწერა როგორც სტრუქტურა, სადაც ადამიანებს აიძულებდნენ მუშაობას, მათზე მუდმივად ძალადობდნენ, სასტიკად სჯიდნენ და სრულად იზოლირებული ჰყავდათ გარე სამყაროსგან. გარდა ამისა, მნიშვნელოვან წყაროდ იქცა თანამგზავრის მიერ მოწოდებული ფოტოები. ანალიტიკოსებმა და კვლევრებმა ქვეყნის დახურული ტერიტორიების შესწავლა ერთადერთი საშუალებით კოსმოსიდან დაიწყეს. თანამგზავრის ფოტოსურათებზე კარგად ჩანს საგუშაგო კოშკები, მავთულხლართები, მაღაროები, სასოფლო-სამეურნეო მინდვრები და ყაზარმების კომპლექსები. ზოგიერთი ასეთი ბანაკი ათობით კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, მაგალითად მე-14 ბანაკი. ზოგადად, როდესაც გვესმის სიტყვა ბანაკი, წარმოვიდგენთ ადგილს, სადაც ადამიანს დაკავების შემდეგ გარკვეული დროით გზავნიან. თუმცა, როგორც თქვი, ჩრდილოეთ კორეაში რეალობა სრულიად სხვაგვარია. იქ ადამიანები არა მხოლოდ იგზავნებიან, არამედ იბადებიან. ყოფილი პატიმრების ჩვენებების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც იქ დაიბადნენ, იზრდებიან სრულიად სხვა, განსხვავებული ღირებულებითი სისტემით. ღრმა ბავშვებიდან მათ უხსნიან ერთ რაღაცას. ისინი იქ იმიტომ არიან, რომ მათი ოჯახი სახელმწიფოს მტერია. მათ არ იციან რა არის ნორმალური ცხოვრება, ნორმალური ბავშვობა. არ ქონიათ სათამაშოები, არ უვლიათ სკოლაში. ერთადერთი დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ მუშაობაა, რასაც 6-7 წლის ასაკიდან იწყებენ. მუშაობენ ფერმებში, მოყავთ მოსავალი, გადააქვთ მძიმე ტვირთი, დამხმარედ იყენებენ მაღაროსა და ქარხნებში და თანაც ამ ყველაფერს აკეთებენ ყოველდღიურად დღეში 12-15 საათის განმავლობაში. და ეს ყველაფერი უდიდესი შიშისა და დაძაბულობის ქვეშ, რადგან პატიმრებს ასწავლიან, რომ წესების ნებისმიერი დარღვევა მკაცრი სასჯელით ისჯება. გარდა ამისა, ადამიანები იცულებული არიან მუდმივად აკონტროლონ ერთმანეთიც, რადგან პატიმრებს მოუწოდებენ, რომ სხვის მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ ციხის მცველებს შეატყობინონ. მაშინაც კი თუ ისინი საკუთარი ოჯახის წევრები არიან. ეს ქმნის ატმოსფეროს, სადაც ნდობა პრაქტიკულად არ არსებობს. ხალხს ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის, კითხვების დასმის, გაქცევაზე ფიქრი ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. სხვათა შორის ასე იქმნება ოჯახებიც, რაც იმიტომ კი არ ხდება, რომ ხელისუფლებას სურს ადამიანებს ნორმალური ცხოვრების პირობების შეუქმნას. არა, ეს არის კონტროლის სისტემის ნაწილი. ზოგიერთ ბანაკში ადმინისტრაციას შეუძლია კაცისა და ქალისთვის ეგრეთ წოდებული ლიცენზირებული ქორწინების უფლების მიცემა. ასეთი უფლება ეძლევათ პატიმრებს, თუ ისინი კარგად მუშაობენ და ასრულებენ კვოტებს, თუმცა ძირითადად თუ ეხმარებიან ადმინისტრაციას და ასმენენ ერთმანეთს. ცოლ-ქმარს წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე, ზოგჯერ მოკლე პერიოდით რთავდნენ შეხვედრის უფლებას. თუ მათ შვილი ეყოლებოდათ, ეს ბავშვი ავტომატურად ხდებოდა ბანაკის პატიმარი და ცხადია, არ განიხილებოდა არც თავისუფლება და არც ტერიტორიის დატოვების უფლება. ისინი იბადებოდნენ სამუდამო პატიმრობის გარანტიით. სხვათა შორის, ისინი მშობლებთანაც კი არ იზრდებოდნენ. ხალხი იმდენად შეშინებული იყო დასმენის სისტემით, რომ ზოგჯერ ნათესავებსაც კი ეშინოდათ ერთმანეთის ნდობა. ამიტომ ბავშვებსაც არ იჩერებდნენ გვერდში. ასე დაიბადა და გაიზარდა კაციც, რომელსაც არასდროს უნდა გაეგო ის, თუ რა იყო თავისუფლება. შინ დონ ჰიუგი, რომლის ისტორიაც მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და რომლის დამსახურებითაც ვიცით მე-14 ბანაკის შესახებ. შინ დონ ჰიუგი დაიბადა მე-14 ბანაკში, მას შემდეგ, რაც მის მშობლებს მიეცათ ქორწინების უფლება. მომავალში იხსენებდა, რომ ფაქტობრივად არც იცნობდა მათ, რადგან იზრდებოდა იზოლირებულად ბანაკის სისტემის მიერ, რომელმაც თავიდანვე ჩაუნერგა თავში ის აზრი, რომ მისი მშობლები იყვნენ ქვეყნის მოღალატეები. აქ ის იხდიდა სასჯელს და უნდა სცოდნოდა ერთადერთი წესის შესახებ. არასდროს არავისთვის არ გამოეცხადებინა ნდობა. მთელი მისი ცხოვრება შედგებოდა ორი რაღაცისგან: მუშაობისგან და შიშისგან. სკოლაში ბავშვებს ასწავლიდნენ არა ლიტერატურას ან მათემატიკას, არამედ იმას, რომ ბანაკის დაცვა კარგი იყო, ის მათ იცავდა და იმას, რომ ყოველდღიურად მადლიერი უნდა იყვნენ მუშაობის შესაძლებლობისთვის და არასდროს არ დაეწუწუნათ რთული სამუშაო პირობების გამო. შინი მალევე მიხვდა იმას, რომ უნდა ებრძოლა. ოღონდ ებრძოლა არა გაქცევისთვის, არამედ უბრალოდ გადარჩენისთვის, თანაც ნებისმიერ ფასად. საკვები იშვიათობა იყო, მათ აძლევდნენ სიმინდის ან ფაფის მცირეულ უფებს. პატიმრების უმეტესობა მუდმივად შიმშილობდა, რის გამოც იწულებული იყვნენ ეჭამათ მწერები, ვირთხები და გველები. ახლა კი მივადექით საინტერესო ეპიზოდს. შინი იხსენებდა, რომ როდესაც იყო 13 წლის, კარგად მოქცევის გამო მას უფლება დართეს ენახა დედამისი. როდესაც სახლში მივიდა, შინ დახვდა უფროსი ძმაც და შემთხვევით მოჰკრა ყური მათ საუბარს, რომელშიც განიხილავდნენ ბანაკიდან გაქცევის გეგმას. ალბათ, ყველასთვის ეს იქნებოდა თავისუფლების მოპოვების იმედი, ნორმალური ცხოვრების შანსი, ოჯახის გაერთიანების და მომავალი სასწაულის. თუმცა, არა შინისთვის. მან გააკეთა ის, რასაც დაბადების მომენტიდან ასწავლიდნენ.
დედადაც მან დაუყოვნებლივ დაასმინა ბანაკის დაცვასთან, რის შედეგადაც დააპატიმრეს არა მხოლოდ ისინი, არამედ შინიც და მამამისიც. გადაიყვანეს სპეციალურ ციხეში, სადაც დაუწყეს დაკითხვა. მომავალში ყვებოდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ კითხვა-პასუხი, ეს იყო სასტიკი წამება. დაცვას არ სჯეროდა იმის, რომ მან ამომწურავად მოუყვა მოსმენილი, რის გამოც ფეხებით კიდებდნენ კოცონის თავზე, უწვავდნენ კანს და აიძულებდნენ იმის აღიარებას, რომ ის თავადაც იყო ამ გეგმის მონაწილე. რამდენიმე დღეში, როდესაც დარწმუნდნენ იმაში, რომ ბიჭი არ იყო მონაწილე, დააბრუნეს უკან. ჩამოსვეს მოედანზე, სადაც უკვე სხვა პატიმრებსაც მოეყარა თავი და ყველას აიძულეს მისი დედისა და ძმის სიკვდილით დასჯის პროცესის ყურება. 죄수로서 태어났었지만은 그래도 말은 할 수가 있었기 때문에 단지 그냥 이 표현에 내가 얘기할 수 있는 그런 한국 표현에 아버지 엄마라는 표현이 있어가지고 그렇게 불렀을 뿐이지 그 외에 가족이라는 관계 때문에 뭐 사랑하게 되고 아니면 뭐 뭔가를 주고 싶고 뭔가를 자기 부모들을 위해서 뭔가를 하고 싶다는 생각을 들어본 적은 없어요. 그거 자체도 이제 허락 안 할 수 없는 게 정치범 형사이기 때문에 정치범 형사의 그 시스템이기 때문에. იხსენებდა, რომ ამ მომენტში ბანაკის სისტემის მიმართ გრძნობდა უდიდეს ზიზღსა და ბრას, რადგან მან გააკეთა ის, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ასწავლიდნენ და საპასუხოდ მიიღო უნდობლობა, წამება და ამასთანავე ოჯახის სიკვდილი. ეს ყველაფერი კი იქამდე, სანამ ერთხელ არ შეხვდა ახალ პატიმარს, კიმხან სოკის, რომელიც მის მსგავსად იზოლირებულ ადგილას კი არ იყო დაბადებული, არამედ ქალაქებიც ჰქონდა ნანახი და შედარებით თავისუფალი ცხოვრებაც. იმ დონემდე, რა დონემდე შეიძლებოდა ენახა ჩრდილოეთ კორეაში. მან დაუწყო მოყოლა სამყაროზე, საჭმელზე, შემწვარ ხორცზე, ბრინჯზე, ქალაქებზე, ქვეყნებზე, რაც შინისთვის ისე ჟღერდა, როგორც რაღაც წარმოუდგენელის ხაბრული. თუმცა ზუსტად ამ დროს მას პირველად გაუელვა თავში აზრმა, რომ იქნებ მართლაც შესაძლებელი იყო ბანაკიდან გაქცევა და ცხოვრების ახლიდან დაწყება. აქედან იქცევა მისი ისტორია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაქცევის საწყისად. მომავალში შინი იხსენებდა, რომ მას ბანაკის მიღმა გასვლა უნდოდა არა თავისუფლების გამო, რადგან მან არც იცოდა რა იყო ეს, არამედ საკვების გამო. აინტერესებდა რა იყო დანაყრებამდე ჭამის გრძნობა. და 2005 წლიდან ორი პატიმარი იწყებს ფიქრს იმის შესახებ, რაც იქამდე არასდროს არავის არ გაუკეთებია. ფიქრს კემპ 14-დან გაქცევაზე. ერთ დღესაც სუსხიან ზამთარში კიმი და შინი აღმოჩნდნენ ბანაკის გარე ღობესთან, სადაც ელექტროღობე კემპ 14-სა და გარე სამყაროს ერთმანეთისგან ყოფდა. გარშემო სრული სიჩუმე იდგა, თოვლი მიწას ფარავდა და მხოლოდ ნაბიჯების, თოვლის ხრაშუნის ხმა ისმოდა. გარშემო არავინ იყო. ეს ყველაფერი გაქცევისთვის იდეალურ გარემოდ მიიჩნიეს და გადაწყვიტეს ემოქმედათ. პირველი ღობეს მიუახლოვდა შინის მეგობარი, რომელმაც ღრმად ჩაისორთა გაყინული, სუფთა ჰაერი და ნაბიჯი წინ გადადგა. თუმცა საუბედუროდ, როგორც ფეხი ღობეს მიადო, დენმა დაარტყა და მისი სხეული მავთულხლართებში გადაიხლართა. პატიმარი ადგილზევე გარდაიცვალა და სწორედ ეს გახდა ის, რამაც შეიძირა ერთი, თუმცა თავის დაღწევის შანსი მისცა მეორეს, რადგან ცხედარმა ნაწილობრივ გათიშა ელექტროენერგია. შინი სრულ გაუგებრობაში იყო და იაზრებდა, რომ სულ რამდენიმე წამი ჰქონდა. ან უნდა ესარგებლა შესაძლებლობით და გაქცეულიყო, მაგრამ ახლა მარტოს მოუწევდა ამის გაკეთება და არ იცოდა სად რა მიმართულებით ან როგორ უნდა წასულიყო, ან დარჩენილიყო იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა. გაქცევის სურვილმა გადაწონა შიში და ვერც მიხვდა იმას, თუ როგორ აღმოჩნდა მავთულხლართზე. მიუხედავად იმისა, რომ გადასაძრომად ცხედარი გამოიყენა, ცხადია მან მაინც მიიღო სერიოზული დამწრობები და ფეხი შეეხო იმ ტერიტორიას, რომელიც აღარ ეკუთვნოდა ბანაკს. ყინვასა და სიცივეში გზას იკვალავდა უმისამართოდ, წინ სიარულით. მას არასდროს ენახა რუკა, არ იცოდა სად მდებარეობდა ქალაქები, არ იცოდა რა მიმართულებით უნდა იარა. მიდიოდა მთების, მდინარეების, მინდვრების, სოფლების გავლით. ცდილობდა არ შესულიყო კონტაქტში ხალხთან, დაცვასთან. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მიაღწია ჩინეთამდე, გადაკვეთა საზღვარი და აღმოჩნდა სამხრეთ კორეაში. საიდანაც მისი ისტორია მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. ისტორია ადამიანზე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მე-14 ბანაკში. იმაში, რომლიდანაც თავის დაღწევა იქამდე სრულიად შეუძლებელი იყო და მეტიც ეს ადგილი ოფიციალურად არც არსებობდა. ჟურნალისტებმა და ადამიანების უფლებათა დამცველებმა დაიწყეს ჩრდილოეთ კორეაში ბანაკების სისტემის შესახებ რეპორტაჟების მომზადება, წიგნების დაწერა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი იყო ჟურნალისტ ბლეინ ჰანდერის მიერ დაწერილი გაქცევა მე-14 ბანაკიდან. შინის ინფორმაცია უდიდეს მიგნებას წარმოადგენდა, რადგან პირველად პოლიტიკურ ბანაკში დაბადებულ ადამიანს შეეძლო აღეწერა თუ როგორი იყო ცხოვრება ეკლიანი მავთულხართების შიგნით. იმ ადგილას, რომლის არსებობას წლების განმავლობაში უარყოფდა ჩრდილოეთ კორეა. ეს დღესაც ასეა. სახელმწიფო დღემდე უარყოფს პოლიტიკური ბანაკების არსებობას.
თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი მრავალი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბანაკების ასეთი სისტემა შესაძლოა ახლაც არსებობდეს. კვლევრები აგრძელებენ დახურული ტერიტორიების თანამგზავრული სურათების ანალიზს, სადაც კვლავ ჩანს უზარმაზარი შემოღობილი ტერიტორიები, საგუშაგო კოშკები, მაღაროები და სასოფლო-სამეურნეო მინდვრები. ზოგიერთი ასეთი ადგილი ზომით მთელ ქალაქს გავს, იმ განსხვავებით, რომ ის ცალკე ორგანიზმს წარმოადგენს, რადგან სრულად იზოლირებულია სამყაროსგან. რაც შეეხება შინს, მას შემდეგ, რაც მან 2005 წელს სისტემას თავი დააღწია, ცხოვრების ნულიდან დაწყება მოუწია. შეგუება იმ ყველაფერთან, რაც ჩვენთვის ნორმალურია, მისთვის კი წარმოუდგენელი იყო. მომავალში შეიცვალა სახელი, მიიღო განათლება და დაიწყო ცხოვრებით ტკბობა. მისი ისტორია გვაფიქრებს ისეთ რაღაცაზე, რაზეც იშვიათად ვფიქრობთ. ადამიანების უმეტესობა ერთი მარტივი რაღაცის ცოდნით ვიბადებით. ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნის თავისუფლება. იქ ცხოვრება, სადაც გვინდა, იმის სწავლა, რაც გვაინტერესებს, იმად გახდომა, ვინც გვინდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან იზოლირებულ ადგილას. მათ არასდროს უნახავთ თავისუფლება და სამწუხაროდ, იშვიათი მონაკლისის გარდა ვერც ნახავენ. წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება მავთულხლართების მიღმა, როგორია სამყარო, რაზე უნდა იოცნებონ, რისი ნახვა უნდა უნდოდეთ. იქ გაქცევაზე ფიქრიც კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. იქ შენი მეგობარი, ან ოჯახის წევრი, არავინ არაა, სრულ მარტოობაში ხარ. იბადები და მაშინვე მუშახელი ხდები და სტატუსი იქამდე არ გეცვლება, სანამ არ გარდაიცვლები. და რა ვიცით, დღეს რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ პირობებში, მე რამდენი თაობა ასრულებს სიცოცხლეს სრულ სიცარიელეში. რადგან ზოგჯერ დედამიწაზე ყველაზე საშიში ის ადგილებია, რომელთა შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცით. ტრადიციულად გთხოვთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამომიწეროთ და დამიტოვოთ რაიმე სახის კომენტარი, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად ეხმარება არხს. დროებით!